მოგესალმებით. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ თუ როგორ არის სიცოცხლე ორგანიზებული ბიოლოგიურად. საკმაოდ ბევრი თემა გვაქვს დასაფარი და მოდი პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. ეს პირველი ცოტა მძიმე სლაიდია, მაგრამ შევეცდები რომ ავხსნა მარტივად, როგორც ამ სლაიდი ასევე მთელი პრეზენტაცია. აქ არის დაწყებული ატომიდან დამთავრებული ბიოსფეროთი ის სტრუქტურული დონეები, ხო, სიცოცხლის როგორც არის განაწილებული დედამიწაზე ყველაფერი. დავიწყოთ უფრო დიდიდან და ჩამოვიდეთ ატომებამდე, ასე უფრო მარტივი იქნება გაგება. ბიოსფერო გულისხმობს დედამიწაზე მთელ ყველა ფერს აბსოლუტურად, ყველა სიცოცხლეს და ორგანულ, არაორგანულ მატერიას ერთიანობაში. შემდეგ არის ეკოსისტემა. ეს ბიოსფერო შედგება ეკოსისტემებისგან, მაგალითად აქ მოყვანილი არის ლომები, ზებრები, ხეები, მცენარეები, ასე შემდეგ, მიწა და სხვა, რაც არსებობენ როგორც დამოუკიდებლად, ხო, ერთიანობაში, სხვა არაფერი არ ჭირდება და ერთმანეთს ავსებენ. შემდეგ არის community, ეს არის უკვე, თქვათ, ლომები და ზებრები. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში არის ახალი მიმართულება, ეხლა რომ თევზების ასე ვთქვათ, ნაკელს აჭმევენ, მცენარეებისთვის არის ძალიან კარგი სასუქი, ისევ რომ სულფეხა საქონლის ნაკელი, ხო, არის საკმაოდ კარგი სასუქი მცენარეებისთვის. ქათმის კინდლი არ არის არანაირად კარგი საჭმელი სულფეხა საქონლისთვის, მაგრამ მცენარეები და ცხოველები კარგად ავსებენ ერთმანეთს. პოპულაცია, შემდეგ ერთ დონით ქვემოთ უკვე პოპულაცია არის ლომების პრაიდი, ან ლომები როგორც ეს და ჩამოვიდეთ ორგანიზმზე, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს, კატა მოყვანილი, მაგრამ ჩვენ ავიღოთ ადამიანის ორგანიზმი. რა არის ადამიანის ორგანიზმი? ეს არის, როგორც მანქანა შედგება, ხო, სხვადასხვა სისტემებისგან, მაგალითად ძრავა, ხო, რომელიც აძლევს ძალას, მაგალითად ბორბლები და დაკიდების სისტემა, ხო, რომელიც დაყავს, ფარი, ხო, რომელიც თქვა ანათებს, იგივენაირად ადამიანის სისტემა ზუსტად მოწყობილი, აქ არის 12 სისტემა, ასე ვთქვათ, რომელიც მოქმედებენ დამოუკიდებლად და ასევე ერთიანობაში. ეს არის დავიწყოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა, რომელსაც დეტალურად გავივლით ამ სლაიდის შემდეგ. შემდეგ არის მუსკულები, ასე ვთქვათ, მუსკულატურა. ეს შედგება სამი ნაწილისგან. თავის მხრივ ერთი არის ეს ჩონჩხის მუსკულები, რომელიც აქ კარგად არის მოყვანილი, ის იმასაც ვამოძრავებთ ჩვენ ნებაყოფლობითად. არის მეორე ის მუსკულები, რომელსაც ვერ ვამოძრავებთ, მაგალითად ეზოფაგუსი, ხო, რითაც საჭმელი ჩადის. ეს ხდება თვითონ ისეთ დონეზე, რასაც ტვინი აკონტროლებს, არა იმგვარად, რომ ვთქვათ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გავაკეთოთ თუ არა, ეს ავტომატურად მიდის, ხო, ავტონომური სისტემა არის, ასე ვთქვათ. და მესამე ეს არის, სალკე გამოყოფენ გულს, როგორც ერთ-ერთ მთავარ კუნთს. ეს სამი ტიპის კუნთები არის ადამიანის მუსკულატურაში, ასე ვთქვათ. შემდეგ არის, გარსი, საფარი, ეს ფრჩხილები, თმები, კანი, ყველაფერი რაც ფარავს და იცავს ადამიანს და გარესამყაროს მავნეზე მოქმედებისგან. შემდეგ არის ლიმფატური სისტემა. ეს ლიმფატური სისტემა არის ერთგვარი დანამატი გულსისხლძარღვთა სისტემაზე, რომელიც სითხის მენეჯმენტს აკეთებს, გაზერმეტის სითხე რაც არის უჯრედებში, ის გამოაქვს სისხლში, ასევე ცხიმები მოძრაობს ლიმფატური სისტემით და ასე შემდეგ. ამას დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ. და მოვედით ორი მთავარი სისტემა, რაც მართავს ორგანიზმს, ეს არის პირველ რიგში ნერვული სისტემა, რაზეც არის დამოკიდებული ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენ ორგანიზმში. ცენტრალური ნერვული სისტემა, ტვინი და ხერხემალი, რომლებიც გასცემენ ბრძანებებს, ხო, ეს ენდოკრინულ სისტემას და ენდოკრინული სისტემა უკვე გლანდების მეშვეობით გამოყოფს ჰორმონებს, რითაც იმართება ადამიანი. შემდეგი სისტემა, ჩონჩხი, რასაც უჭირავს, ხო, ორგანიზმი ერთად და რასაც ვამოძრავებთ ჩვენ ელექტრული სიგნალებით. შემდეგ არის უკვე რეპროდუქციული ორგანოები, მამაკაცის, ქალის, რესპირატორული სისტემა, სასუნთქის სისტემა, საშარდე სისტემა და ბოლოს ყველაზე მთავარი სისტემა, რაზეც არის ჩვენი ჯანმრთელობა დამოკიდებული, ხო, ეს არის გულ-სისხლძარღვთა სისტემა. გული ჩვენ აქ მუსკულატურას მივაკუთვნებთ, მაგრამ აქ იგულისხმება ეს დაქსელილი ჩვენი ძარღვები, რომლებსაც მიაქვთ ნუტრიენტები, ეს ჟანგბადი იქნება, ნახშირწყლები, ცილა, ცხიმი, თუ ასე შემდეგ, ვიტამინები, მინერალები ყველა უჯრედთან და რაზეც არის დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა და ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობა, ყველაზე მეტწილად. იმიტომ რომ ყველა დაავადება თითქმის იწყება, როცა უჯრედებს აკლიათ ან ჟანგბადი
ან სხვადასხვა ნუტრიენტები. აი ეს 12 სისტემა, რომელიც მოქმედებს დამოუკიდებელ ასევე ერთიანობაში და ქმნის ადამიანის ორგანიზმს, რომელიც გაცილებით რთული და კომპლექსურია ვიდრე მანქანა, შუა მანქანაში ვარდარით, მაგრამ მათი შედარებაც არ შეიძლება. ორგანოთა სისტემა გავიარეთ, შემდეგი არის უკვე ორგანოები, აქ twin არის მოყვანილი, მაგრამ ჩვენ გავიარეთ საწესმომნელებელი სისტემა, იმიტომ რომ ჩემი არხი კონცენტრირდება აი ამ კვებაზე, პირველ რიგში ნუტრიციაზე და ასევე ყველა სხვა თემაზე, რაც ჯანმრთელობას ეხება. აქ არის ხო დავიწყოთ ეს სალივარი გლანდა, ჯირკვალი, ნერწყვი ჯირკვალი, რომელიც საკვებს ამზადებს გადასამუშავებლად, ეზოფაგუსი, რომელსაც ჩადის საჭმელი კუჭი, აქ არის ღვიძლი, პანკრეასი, რომელიც ინსულინის გამოყოფს, ნაღლის ბუშტი ხო, რომელიც ნაღლს გამოყოფს და აქ არის მსხვილი ნაწლავი, წვრილი ნაწლავი და სწორი ნაწლავი. როგორც მოძრაობს საჭმელი, ნუტრიენტების გაწოვა ხდება დაწყებული მუცლიდან, შემდეგ მსხვილი ნაწლავში, წვრილი ნაწლავში, უფრო ჯერ წვრილი ნაწლავში და შემდეგ მსხვილი ნაწლავში და ღვიძლი არის მთავარი ორგანო, ხო, საწესმომნელებელი სისტემის, რომელიც ჰორმონებით მათ შორის განაგებს ყველაფერს. თითოეული ორგანო, უკვე ეს ორგანოებისგან შედგება საწესმომნელებელი სისტემა და რისგან შედგება უკვე ეს ორგანოები, უკვე შედგება ქსოვილისგან, tissue. ამ შემთხვევაში აქ მოყვანილია კუბოიდალ ეპითელიუმი, ეს არის კუბური ფორმის, იმიტომ რომ სიგრძე, სიგანე, სიმაღლე ერთნაირი არის, ეპითელიუმი არის ორგანოებს, აი ძირთად გარედან რაც ეკრის ის ასე ვთქვათ, ქსოვილი ის წება ამ უჯრედების და ქსოვილი რა არის? ხო, ქსოვილი არის ბევრი უჯრედი, აი შემდეგიდან უჯრედი რაც არის cell, ხო? ბევრი უჯრედი ერთად. აი ეს არის რეალური ფოტო, ეს არის უჯრედები და რომელიც ბანაობენ აი ამ საერთო სითხეში, ხო? უფრო კარგად ჩანს აი აქ, როგორ არის ორგანიზებული ეს უჯრედები ქსოვილებად. არტერიას შემოაქვს ჟანგბადი, ხო, მოძრაობს სისხლი, გადის შემდეგ აი ესე ეს უნდა წარმოიდგინოთ, რომ ეს არის ერთიანი ქსოვილი, უჯრედები არის ჩალაგებული და ისინი ბანაობენ აი სითხეში, ხო, უჯრედს შორის სითხე. აქ არის აი ეს ლიმფატური სისტემა, რომელიც ეს სითხეს იღებს და აბრუნებს შემდეგ სისხლში, რომელიც ამოძრავებს ცხიმებს, სისხლის თეთრ უჯრედებს და ასე შემდეგ და ეს უკვე არის ვენა, ასე ვთქვათ, სადაც უკვე ნახშირორჟანგი ისე ვთქვათ, ნახშირორჟანგი არის უკვე ამაში და ამას ამოვისუნთქავთ ხო მინდის ფილტვებამდე და ხდება ამის ამოსუნთქვა. აი ეს უჯრედები, ეს უჯრედი არის სიცოცხლის, საწყისი ერთეული არის, ასე ვთქვათ, რომელიც დამოუკიდებლად ოპერირებენ და ერთიანობაში ესენი ქმნიან ქსოვილს. აქ ეს წითელი და ეს არტერია და ვენა, ძირითადი განსხვავება ის არის, აქ ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი მიდის, მაგრამ ფერებმა არ უნდა დაგვაბნიოს, ეს წითელი არის ორივე. აქ უბრალოდ ჩვენ რასაც სხეულზე უყურებთ, ხო, აქ ლურჯი რაც არის. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ვენა არის, ეს ლურჯი არის, იმიტომ რის გამოც ცა არის ლურჯი და ზღვა არის ლურჯი, იმიტომ რომ იისფერი და ლურჯი ყველაზე ძლიერია და უფრო ღრმად აღწევს რა და მაგბრად ირეკლავს, ასე ვთქვათ, ასე რომ არ უნდა დაგვაბნიოს ამარო ეს ლურჯი, ყველა სისხლი და ძარღვი რეალურად არის წითლის გრადაციაში. და მივედით უჯრედამდე, აქ ამ შემთხვევაში ევგლენა არის მოყვანილი, წყალმცენარე, წყალმცენარე ამდენ თითქმის რთული სათქმელია წყალმცენარე, იმიტომ რომ ერთუჯრედიანია, ხო, ეს უჯრედია თვითონ ესე ასევე ამება შეგვიძლია ვთქვათ, ის ერთუჯრედიანია. აი ეს არის უჯრედი ხო ადამიანის ორგანიზმში, სადაც ხდება ყველაზე პატარა ერთეული, სადაც სიცოცხლე არსებობს დამოუკიდებლად. უჯრედში არის მთელი სიცოცხლე, როგორც ვამბობთ, თავისი ორგანელებით, ორგანოს თუ ეძახოდით ორგანოებს, ორგანელები ქვია უკვე, აი ამას ძალიან პატარა ორგანელები არის. ეს ციტოპლაზმა ქვია, აი ამ სითხეს გაშიც ეს ყველა ორგანელი ბანაობს, ასე ვთქვათ, შედგება ნუკლეუსისგან, აქ არის DNM-ი, აქ არის კოდი ხო ჩვენი, რაც განსაზღვრავს აბსოლუტურად ყველაფერს, დაწყებული თვალისფერიდან დამთავრებული უცხოური რამხელა უნდა ქონდეს და ასე შემდეგ. აქედან ხდება ნებისმიერ ბრძანების გაცემა უჯრედში თუ რა უნდა მოხდეს, უნდა გამრავლდეს უჯრედი, უნდა დაიწვას ცხიმი თუ ასე შემდეგ. და აქ გამოსაყოფი არის მიტოქონდრია. აი ეს წითელი ოვალური ფორმის ორგანელები, სადაც ხდება ენერგიის გამომუშავება. ანუ
ნუტრიენტები მიდის და ჟანგბადიდან ელექტრონიც მიდის მიტოქონდრიაში და შემდეგ ამ მიტოქონდრია გამოიმუშავებს ATP-ს, ანუ ადენოსინ ტრიფოსფატს, ენერგიის ერთეულს ორგანიზმისთვის. ეს კალორია, რასაც ჩვენ ვამბობთ, ეს არის უბრალოდ რაღაც ვადარებთ, ზომავთ, ხო, რაღაც ფიზიკური საზომი არის, თუ რამდენი რა ენერგია ჭირდება, მაგალითად 1 გრამი წყლის ადუღება 100 გრადუსამდე 0-დან. მაგრამ რეალურად ორგანიზმი მუშაობს ATP-ით, აქ იქმნება ეს ATP და რაც უფრო სწრაფი მეტაბოლიზმი აქვს ადამიანს, მით უფრო მეტი მიტოქონდრია არის მის თითოეულ უჯრედში. ეს მიტოქონდრია შეიძლება იყოს, თქვათ, 300, 200, 100, ანუ რაც უფრო ძლიერია უჯრედი, მით უფრო მეტი მიტოქონდრია. ანუ აი რო გავაკეთოთ შედარება, მაგალითად, ერთ-ერთი მოდელის მანქანას უფრო ძლიერი მოტორი აქვს, იმიტომ რომ განავითაროს სისწრაფე უფრო მოკლე პერიოდში, ხო, ასწრაფება კონდეს მეტი. ამ შემთხვევაში ძლიერი მოტორი აქ ნიშნავს ბევრ მიტოქონდრიას, იმიტომ რომ უცებ უნდა გამოიმუშაონ ბევრი ენერგია. შესაბამისად ჭირდებათ ბევრი კვება, ბევრი საჭმელი და სწრაფი მეტაბოლიზმი. რა სახის უჯრედები არსებობს, ხო, ამგვარი უჯრედები, ეს ერთ-ერთი სახის უჯრედი არის, განსხვავებები არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად მე რაც ველაპარაკე, ეს ყველა უჯრედისთვის საერთოა და ერითროციტები, ანუ წითელი სისხლის წითელი უჯრედები არის 84%. მთელი უჯრედების ორგანიზმში. იმიტომ რომ ესენი არის ძალიან პატარა უჯრედები. აი დაახლოებით აქ შემდეგ გვაქვს, ხო, ეს არის თრომბი, ეს არის ძვლის უჯრედები და ასე შემდეგ, ლიმფოციტები, ნეირონები, ეპიდერმა, ანუ სკანის ისინი, ხო, და ისე ქვია კუნთების უჯრედები, რომლებიც საკმაოდ ცოტა არის, იმიტომ რომ დიდებია საკმაოდ და არ ჭირდებათ რომ ბევრი იყოს. აი აქ არის უკვე ზომაზე საუბარი, ეს არის კუბური მეტრი, ეს არის მიკროკუბური მეტრი, ანუ მე მილიონედი 1 კუბური მეტრის. ყველაზე პატარა არის სპერმის უჯრედი და ყველაზე დიდი არის კვერცხუჯრედი. და შუაში არის აბსოლუტურად ყველაფერი. აი რაც თქვი, წითელი სისხლის უჯრედი ყველაზე პატარა არის, იმიტომ არის 84% ბევრი. და აქ არის მოყვანილი სხვადასხვა, ხედავთ, ხო, რამდენად განსხვავდება ზომით ესა თუ ის უჯრედი. შემდეგ უკვე ეს უჯრედები იყოფა უკვე ქიმიურ და ფიზიკურ მოლეკულებად და ატომებად, ხო, ამის ქვემოთ სიცოცხლე აღარ არსებობს დამოუკიდებელი, არის ჯერ მაკრომოლეკულები, ანუ რამდენიმე მოლეკულა გაერთიანებული, მაგალითად DNA-მი ჩვენი არის მოლეკულა, მაგალითად წყალი, H2O2 წყალბადის ატომი, ერთი ჟანგბადის და უკვე ბოლოს და საწყისში უბრალოდ არის ატომი. რისგან შედგება მოლეკულები. რა თქმა უნდა, ატომის ქვემოთ კიდევ არის სუბატომური ნაწილაკები და მივდივართ უკვე კვანტურ ფიზიკაში, მაგრამ ეს ცოტა ცდება ჩვენ განსახილველ თემას, ამიტომ ჩვენ კონცენტრირდით აი ამ მოლეკულებზე და ატომებზე. აი ეს არის მოლეკულა, როგორც ვთქვით, 2 წყალბადის ატომი და 1 ჟანგბადის ატომი დაკავშირებული ერთმანეთთან. აი აქ არის ყველა მოლეკულა, ხო, რომელიც და ყველა ატომი, რომლისგან შემდგარი ადამიანის ორგანიზმი, ეს არის ჟანგბადი, აზოტი, წყალბადი, ოზონი, აი გლუკოზა, კაფეინი. გლუკოზა მაგალითად შედგება 6 კარბონის, 12 წყალბადის და 6 ჟანგბადის ატომებისგან დაკავშირებულებისგან ერთმანეთთან. ეს მოლეკულა არის გლუკოზის. და ეს მოლეკულები, რა თქმა უნდა, შედგებიან ატომისგან, ხო, თუ აქვს საუბრობთ ჩვენ, რომ H2O, ხო, იყო 2 წყალბადი და 1 ჟანგბადი, მოდი ახლა ვთქვათ, ეს ჟანგბადი თითო რისგან შედგება, ეს დამოუკიდებელი ქიმიური ელემენტი. ამ შემთხვევაში არ არის ჟანგბადის საუბარი, იმიტომ რომ სხვადასხვა რაოდენობა არის პროტონების და ელექტრონების, მაგრამ პრინციპი ვთქვათ, ჩვენ რა არის მთავარი პრინციპი, ხო, ატომი რისგან შედგება? ყველა ატომი შედგება ბირთვისგან, აი ცენტრში რაც არის, ეს არის სიმძიმე, რაც აძლევს მას სიმძიმეს და ბირთვში არის ბირთვული ენერგიით დაკავშირებული პროტონები და ნეიტრონები. პროტონები არის დამუხტული დადებითად, ნეიტრონები არის დადებითი ნეიტრალურად, არ არის დამუხტული უბრალოდ არც დადებითად, არც უარყოფითად, შესაბამისად ბირთვი არის პოზიტიურად დამუხტული, დადებითად დამუხტული და იზიდავს უარყოფითად დამუხტულ ელექტრონებს, ხო, რომელიც ტრიალებს, აი როგორც დედამიწა ტრიალებს მზის გარშემო, ისე ტრიალებს
აი ამ ბირთვის გარშემო. ელექტრომაგნიტური ძალის მეშვეობით, ხო, პლუსი იზიდავს მინუსს. ეს ელექტრომაგნიტური ძალა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ძალა, ხო, რაც მოქმედებს დედამიწაზე. და იმის გამო, რომ ეს ბირთვული ძალა გაცილებით ძლიერია ვიდრე ელექტრომაგნიტური, ნეიტრონი და პროტონი არიან საკმაოდ დიდი ძალით დაკავშირებული ერთმანეთთან. აქ თავარი შეკითხვა, რატო არ ვარდება ელექტრონი, თუ კი ხო ვიცით ხო, რომ პლუს და მინუსი მიიზიდავს ერთმანეთს, რატომ არ ვარდება ელექტრონი ბირთვში? ხო, არ ვარდება, იმიტომ რომ ესენი განიზიდავენ ამავე დროს ერთმანეთს ვირტუალური ფოტონებით, მაგრამ ეს უკვე ძალიან ფიზიკაში მივდივართ, თან ამათ შორის ხდება გაცვლა, ასე ვთქვათ, ფოტონების, რომელსაც ვერ ვხედავთ, ესეთი თეორია არის და ბოლომდე არ ვარდება იმაში ბირთვში. და მუდმივად აი ესე რამდენიმე ესეთი გარსის მეშვეობით, ეს გარსი შეიძლება ატომს კონდეს, აკა 2-ია მოყვანილი, მაგრამ შეიძლება კონდეს 1 ან 3 ან 8. რაც უფრო ახლოს არის, აი ეს ელექტრონები, რომლებიც ახლოს არიან, რაც უფრო ახლოს არის ეს გარსი, ამ გარსში არსებული ელექტრონები უფრო ძლიერები არიან, ენერგიის დონეები არის და რაც უფრო ბოლო, ასე ვთქვათ, გარსი არის, მით უფრო სუსტი არის. და აი სწორედ ამ ბოლო გარსიდან ხდება ელექტრონების აღება ან გაცემა, როცა ელექტრობაზე არის საუბარი. მთელი აი ეს მენდელეევის ტაბულა აბსოლუტურად ეხა აქ ძალიან დიდი იმათ ჩანს, მაგრამ რეალურად ეს შედგება სულ 118 ელემენტია, ხო, ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო არსებობს აბსოლუტურად შედგება 118 ელემენტისგან, საიდანაც ბუნებაში არის 94 და დანარჩენი არის ლაბორატორიებში. ხო და აი ყველა აბსოლუტურად აქ 118-ვე რაც არის, აქ არის 118 მოყვანილი, მაგრამ რაც არსებობს, სულ განსხვავდება 3 რაღაც ერთმანეთისგან რა. ნებისმიერი აი რაღაცა ვთქვათ, პლასტმასი, რკინა, ნებისმიერი მათი ქიმიური ფიზიკური თვისება, ხო, პრიალა იქნება, მქრქალი იქნება, რბილი იქნება, აბსოლუტურად სულ ყველაფერი. დამოკიდებული არის 3 რაღაცაზე. პირველი, რამდენი პროტონი და ელექტრონი არის ამ ატომში. ატომი უნდა იყოს ნეიტრალურად ჯამში დამუხტული, ხო, რამდენიც არის აი აქ პროტონი, იმდენი უნდა იყოს ელექტრონი. თუ ელექტრონი მეტია პროტონზე ამ პირიქით, ესე იგი ეს ატომი არის უკვე ეს ნაწილაკი არის დამუხტული ან დადებითად ან უარყოფითად. თუ ელექტრონი მეტი არის უარყოფითად, თუ პროტონი მეტია დადებითად, ხო? შესაბამისად აი აქ არის 4 პროტონი და 4 ნეიტრონი და ჯამში ესენი აბალანსებს ერთმანეთს და ვიღებთ ნეიტრალურად დამუხტულ ბერილიუმის ატომს, ხო? აი 4, აი ეს 4-იანი ნიშნავს სწორედ მაგას, რომ 4 არის პროტონი და 4 არის ელექტრონი. მეორე თვისება, რაც მეორე განმასხვავებელი თვისება ატომების არის ის, თუ რამდენი რგოლი არის, ანუ მაგალითად წყალბადს აქვს 1 რგოლი, აი თვითონ 1 პროტონი აქვს, 1 რგოლი აქვს და ასევე მესამე განმასხვავებელი არის აი ამ ბოლო გარსზე, აი ეს გარსი შეიძლება იყოს 8, ხო? აი მერვე აუცილებლად ყველაზე სუსტი ენერგიის მქონე, ყველაზე შორს მდებარე ბირთვიდან გარსში რამდენი ელექტრონი არის. აი ეს არის მესამე განმასხვავებელი თვისება. აი მაგალითად წყალბადის შემთხვევაში წყალბადს აქვს 1 პროტონი და 1 ნეიტრონი, 1 გარსი და 1 ელექტრონი ამ გარსზე, აი მე გავუსწრებ ცოტა იმას, აი შეხედეთ ეს არის წყალბადის ატომი. ადამიანი შედგება ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ადამიანის, ხო, აი 1 პროტონი აქვს, 1 ნეიტრონი აქვს და 1 გარსი აქვს. აი მაგალითად ჟანგბადს აქვს 2 გარსი და 1 2 3 4 5 6 ნეიტრონი არის მის ყველაზე შორს მდებარე ბირთვიდან გარსზე, ხო? ანუ 6 და 2. შესაბამისად, აი ჟანგბადი მდებარეობს პირველი რიგი არა და მეორე რიგში და 1 2 3 4 5 6. ანუ რო შევაჯამოთ, სვეტები ნიშნავს თუ რამდენი ელექტრონი არის მის ბოლო უკიდურეს გარსში, მაგალითად აი აზოტი არის მე-5, ხო? 1 2 3 4 5, ანუ 5 ელექტრონი არის, ხოლო სტრიქონები, ანუ ჰორიზონტალურად მდებარე ხაზები ნიშნავს თუ რამდენ გარს შეიცავს.
მაგალითად რო ავიღოთ რომელიმე ელემენტი, მაგალითად მოდი მოვძებნოთ სად არის აქ ოქრო, აი ეს არის ოქრო. ხო, აი ოქრო არის მაგალითად მე-6 ჰორიზონტალურად მე-6 სტრიქონში, რაც ნიშნავს, რომ ოქროს აქვს 6 გარსი, ელექტრონების 6 გარსი. ახლა საინტერესო არის, როცა ვსაუბრობთ აი წყალზე, რითი უკავშირდება ეს, ხო, რატომ აქვს კავშირი ამათ. ეს კავშირი არის ელექტრობიდან გამოწვეული, როგორც თქვით, თვითონ ელექტრონების და პროტონების კავშირიც ელექტრობაა, მაგრამ თვითონ ამას მეორე ატომი რომ მოვუსვათ გვერდზე, აქაც ელექტრობა მოქმედებს. არის ორი ტიპის ბმა, ეს მეტალիկ ბმა, ადამიანის ორგანიზმს არ ეხება ეს მეტალებს შორის. ადამიანის ორგანიზმში არის ორი ტიპის ბმა, იონური და კოვალენტური. ხო, იონური ნიშნავს, რომ როდესაც დადებითად და უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები, ხო, ერთმანეთთან პოტენციალ თუ პროცესორით ერთმანეთთან მოდიან, ერთ-ერთი იბავს მეორეს. ან ერთ-ერთი არის უფრო ძლიერი და ართმევს ელექტრონს მეორეს და ხდება ეს იონური ბმა. ხოლო მეორე შემთხვევაში როცა ვერ ერევა, ასე ვთქვათ, წყალებში ვერც ერთი, იზიარებენ ესენი მათ ბოლო გარსზე მდებარე ელექტრონებს და ებმებიან ესე. და სწორედ აი ესეა გადაბმული წყალი და აი ესე გადაბმული ადამიანის ორგანიზმში და არა მარტო ადამიანის ორგანიზმში ეს ატომები, რომლებიც შემდეგ ქმნიან მოლეკულებს და ეს ბმა მიდის ზევით. ნუ ეს 4 ფუნდამენტური ძალა, ხო, ელექტრომაგნეტიზმი, როცა აი ეს ბირთვი არის აქ მოყვანილი და ელექტრონები ესე მოძრაობენ ამ ბირთვის გარშემო, არც ვარდებიან და არც ვერ შორდებიან. ეს სუსტი ინტერაქცია, ეს დედამიწაზე ნაკლებად არის წარმოდგენილი. აი ეს ბირთვული ძალა უკვე strong interaction-აც არის, პროტონები და ნეიტრონები და ეს არის უკვე გრავიტაცია. ამ გრავიტაციას ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ როგორც ვთქვათ კლასიკური ნიუტონური იმით, ხო, რომ ვთქვათ იზიდავს დედამიწა ყველაფერს, ასევე აინშტაინის ფარდობითობის თეორიით, ხო, რომ გამრუდება ხდება რაღაც დროის ყველაფრის და ამ კუთხიდან შეგვიძლია გრავიტაცია დავინახოთ. ვიცით ხო, რომ დრო მაგალითად ზღვის დონეზე და ზემოთ 10 კილომეტრზე ცოტა სხვადასხვა სახით ერთ და იგივე არ არის რა, უფრო სწრაფად გადის დრო. აი ხა გადავიდეთ ასეთ თემაზე, ადამიანის ორგანიზმი რა ატომებისგან შედგება, ხო 65% არის ჟანგბადის ატომი, 18% არის ნახშირბადი, 10% არის წყალბადი და 7% ყველა სხვა ატომი. აი როცა ამბობენ რომ წყლისგან შედგება 75% ადამიანის, რეალურად წყლისგან არ შედგება, ეს არა აკურატული შეფასება, შედგება ჟანგბადის და წყალბადის ატომებისგან, რისგანაც შედგება წყალი. მაგრამ არა ამ პროპორციით, რა თქმა უნდა. აი აქ არის მოყვანილი ეს ყველა ატომი თავისი გარსების რაოდენობით, თავისი ელექტრონების რაოდენობით, როგორც შიდა ასევე გარე გარსებზე და აი აქ საინტერესო რა წერია, EV ეს ნიშნავს ელექტრონ ვოლტი, ანუ ეს ნიშნავს აი ელექტრობა რაც არის დაკავშირებული ელექტრობა ხო აი ეს ელექტრობა მათ შორის რაც არის რა სიძლიერის ელექტრობა ანუ რამდენად ერთმანეთს იზიდავენ უარყოფითად დამუხტული ელექტრონები დადებითად დამუხტულ პროტონებს და პირიქით მათ შორის რამდენი არის მიზიდულობა 13.6 ეს მინუსით არის იმიტომ რომ ელექტრონ ვოლტის მხრიდან არის დანახული ეს რაც ნიშნავს რომ აი თუ კი აი ამ ენერგიას მივცემთ ამ უჯრედს დაიშლება. ანუ 13.6 ელექტრონ ვოლტით არის კავშირი მათ შორის, მაგრამ თუ ჩვენ ამაზე მეტ ენერგიას მივასხივებთ, ასე ვთქვათ, ისინი დაიშლებიან. რადიაცია რაც არის, ხო? ანუ რადიაცია იმიტომ გკლავს, რომ რადიაცია თუ არის ამაზე მეტი, ეს უჯრედი კვდება. დაახლოებით იგივეა, ხო, 10-დან 14-მდე, 14-ნახევრამდე მერყეობს, ანუ ადამიანის უმეტესად რაც შეადგენს იმ ატომების ერთმანეთში კავშირის სიძლიერე ელექტრული სანამ გადავალთ ამ თემას დეტალურად. აი ეს არის რეალური ფოტო, ბოლო, ერთ-ერთი ბოლო ფოტო ატომების. აი ესაც არის განათებული, ეს რეალურად ის არის ელექტრონები, რომლებიც მოძრაობენ ძალიან სწრაფად. აი აქ არის იგივე ნახატი, იგივე სურათი და ქვემოთ გვაქვს ელექტრომაგნიტური სპექტრი. ვიცით ხო რომ ელექტრომაგნიტური სპექტრი, ანუ მოდი ესე ვთქვა, რა ტიპის ტალღები არსებობენ ზოგადად. ბევრი ტიპის ტალღები არსებობენ, მაგრამ ორი არის ყველაზე მთავარი. 99.9% პერიოდში პროცენტი არის ორი.
ეს არის ფიზიკური ტალღები, მაგალითად ხმა, რომელიც ჩემი ხმა, რომელიც თქვენამდე მოდის, ეს მოდის რაც ჰაერს აწვება, ხო? ანუ გამომავალი ხმა ჰაერის შემდეგ აწვება ერთმანეთს ატომები და გადადის. მაგალითად დომინოს პრინციპით, ხო? აი ხა კოსმოსში მაგალითად ხმას ვერ გავიგებთ, იმიტომ იქ არ არსებობს მედიუმი, ჰაერი არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს არაფერი, რაც წაიღებს ამ ტალღას. მეორე ტიპის ტალღები, ეს არის უკვე ელექტრომაგნიტური ტალღები. დაწყებული აქვს ტელეფონის სიგნალიდან, ტელევიზორიდან, შუქიდან, რაც არსებობს, ეს ყველაფერი ელექტრომაგნიტური ტალღა. ამ ტალღას აქვს ორი ძირითადი მახასიათებელი. პირველი არის თუ რა სიგრძის არის და მეორე რა სიძლიერის არის. მაგალითად რადიოს ტალღები შეუძლიათ რადიოს ტალღებს 1 კილომეტრობით იარონ, მაგრამ ენერგია აქვს ძალიან სუსტი. მაშინ როცა მაგალითად რენტგენს არ შეუძლია რომ მხოლოდ ძალიან ცოტა მანძილი შეუძლია რომ იაროს, მაგრამ ძალიან ინტენსიური არის, ანუ ძალიან სწრაფად მიდიმოდის ზემოთქვემოთ და ძალიან სწრაფად ეჯახება, ანუ ზემოთქვემოთ და ანუ ენერგია აქვს ძალიან ბევრი. აქ არის მოყვანილი ელექტრომაგნიტური სპექტრი, ხო აი მარცხნიდან არის იწყება, აი wavelength რაც წერია, ეს არის 1 მიკრომეტრი, ანუ 1 მეტრი მემილიონედი, აი აქ არის მთელი ეს ინფრაწითელი, რადიო და მიკროვეივი და ასე შემდეგ. ეს არის რასაც ვხედავთ ჩვენ, ძალიან ვიცით ხო რომ ტალღების, ელექტრომაგნიტური ტალღების ძალიან პატარა ნაწილს ვხედავთ, წითლიდან იწყება უფრო სუსტისგან და იისფერი და ლურჯი, ამის გამო ვხედავთ სწორედ სისხლძარღვებს ხელზე მაგალითად და არა მარტო ხელზე ლურჯად, ცა ამის გამოვა ლურჯი, სხვა ამის გამოვა ლურჯი, რომ ეს არის ძლიერი და უფრო მეტად იშლება და უფრო ღრმად აღწევს. და უკვე აი აქ გადავდივართ უკვე ультრავიოლეტ, ультраიისფერში, შემდეგ უკვე X-ray-ში ხო რენტგენს რას ვიზახით საქართველოში და აქ არის უკვე გამა დასხივება, რომელიც კიდევ უფრო უარესი არის. და სწორედ აი აქ შეხედათ 10 ელექტრონვოლტი, აქ არის 100 ელექტრონვოლტი და სადღაც აი აქ ультრავიოლეტი ან ультраიისფერის უკვე დასხივებას შეუძლია, რომ დაშალოს ადამიანის ქსოვილები, ადამიანის ქსოვილი, რისგან შედგება ატომები. ხო, აი რაც უფრო აქეთ მივდივართ, აი მაგალითად 10 კილო ელექტრონვოლტი არის, ანუ 1000 ჯერ ძლიერი არის რენტგენის დასხივება იმაზე, თუ რა ელექტრობითაც ჩვენი ორგანიზმის ატომებს უჭირავთ ერთმანეთს. უბრალოდ იმის გამო, რომ ძალიან ცოტა დოზა მოდის ამ რენტგენით, მხოლოდ მაგის გამო არ ვზიანდებით ფატალურად, ხო, რაღაც დოზით ვზიანდებით. აქ საინტერესო არის კიდევ ის, რომ რეალურად თავიდან დაახლოებით აი 10-20 ელექტრონვოლტის აი აქ ამ დოზით ამ 10-დან 20 ელექტრონვოლტამდე უფრო სწორად პირველ რიგში ხდება აი ზემოთ რაც გქონდა ჩვენ კოვალენტური ბმის მოშლა. პირველ რიგში აი ამ ტიპის ბმის მოშლა, მაგრამ თუ გაძლიერდება დაწოლა, თუ უფრო მეტი ენერგია წავა, შემდეგ უკვე ეს იონური ბმაც იწყებს დაშლას. ну რაც უფრო მივდივართ მარჯვნივ, ხო, აქ მარჯვნივ არის გამა დასხივება, რომელიც არის ყველაზე ცუდი. ხო, ანუ მედიცინაში ვიცით ხო, ძირითადად სამი ტიპის სკანირება არის. ყველაზე ასე ვთქვათ, ნაკლებად საზიანო, თითქმის არის საზიანო, ეს არის მექანიკური ტალღებით, რაზეც ცოტა ხნის წინ თქვი, ანუ როცა ვთქვათ ჰაერს აწვებად, ანუ მექანიკური, აი როგორც ვთქვათ, წყლის ტალღა ვრცელდება, ხო? ეკო მაგალითად, რაც არის ულტრასაუნდი, ეკოსკოპია, ეს ყველაზე, ასე ვთქვათ, ნაკლებად საზიანო ფორმა სკანირების, მეორე სკანირება, შემდეგი დონე არის MRI, ანუ მაგნიტური ველით სკანირება, რომელიც უფრო უარესია ვიდრე მექანიკური ტალღებით. და ყველაზე ცუდი ტიპის სკანირება ეს არის რენტგენი, ეს არის CT, ტომოგრაფია, რომელიც იყენებს უკვე ალფა და ბეტა გამოსხივებას და ანუ ამ დროს რაღაც უჯრედები ადამიანის რა თქმა უნდა კვდება, იმიტომ რომ ეს უჯრედები რა ატომებისგან შედგებიან, ეს ატომები კვდებიან. აი ეს იყო ჩვენი პრეზენტაცია, ну ბიოსფეროდან დავიწყეთ და ჩამოვედით ატომებამდე. იმედი მაქვს, რომ მიიღეთ თქვენ საინტერესო ინფორმაცია. ფიზიკა, რა თქმა უნდა, არ არის ამ არხის მთავარი
ასე ვთქვათ, თავარი თემა, მაგრამ იმის გამო, რომ შეუძლებელია რაღაც კომპლექსური თემები, რაც ხდება ადამიანის ორგანიზმში და რაც არის ჯანმრთელობასთან კავშირში, გავიგოთ აი ამგვარი თემების განხილვის გარეშე, ეს არის ასე ვთქვათ, დამხმარე კლასგარეშე პრეზენტაცია, რაც ჩავთვალეთ საჭიროდ გამეკეთებინა იმისთვის, რომ სხვა მომავალი თემები გახდეს უფრო მარტივად გასაგები. მადლობა ყურადღებისთვის.